იცით რომ მე ძალიან კარგად ვიყენებ ასტროლოგიას. ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება არის ჩემთვის პირდაპირ კარმული ასპექტები დავინახო. კარმული კვანძები ეს არის ჩვენი მისია, რა მისით მოვედი და როგორც ესე კარმულ კვანძებზე შრებიან ბავშვები და მშობლის რომელ კარმულ კვანძზე დაიბადა ბავშვი, იმ მშობელთან მოვიდა შვილი, ასე ვიძახით კარმულ ასტროლოგიაში. რუკა ფაქტიურად იმეორებს ფაქტიურად თელ გენეტიკურ ხაზს. ეხლა ჩემი გამოცდილებით ვინც თქვენ ერკვევით ასტროლოგიაში ყველაზე მეტად გამოხატავს სელენა ლილიტი ჩვენ გენეტიკურ ხაზს. აი როგორც კი მე ვუყურებ მაგალითად შავ-მთვარეს უკვე ვიცი იმ საგვარეულოში რა ნეგატივი დაგროვდა. ან საერთოდ არ შეეხნენ ამ ენერგეტიკას. ნუ მინდა ამასთან შეხება და ვერ ვეხები. აი ესეთი ენერგეტიკა იყო, ხო, ოჯახში. მე ხა გულახდილად რო გითხრათ, როცა ვუყურებ კარმულ ასპექტებს, პირდაპირ ხედავ გვარიდან რა ხდება, რა არის აქ დარღვეული, ოღონდ აი, როცა ამბობენ ხოლმე ასტროლოგები ეს შავი ენერგია, ბნელი ძალა, ქვედა სურათიდან ესე ჩანს. როგორც კი ოდნავ ზედა ფოკუსში ავალთ, პირიქით ეს შეიძლება სერიოზული პოზიტივიც იყოს. ესე იგი, ოჯახს აქ დრაივი რო განვითარდეს. ანუ მე თუ რაღაცა მაწვევა გენეტიკიდან არ იყოს სიყვარული ჩემ ოჯახში, ხო? რაღაცნაირად ოჯახური ველის გაწმენდვა ხდება და მიზანი კი არ არის, რომ ეხლა უნდა გამრავლდეს ოჯახი და მაგით გამოჩნდება, რომ მე უმშაობ თუ არა, ხო? ეხლა მიწიერი ცნობიერება აჩვენებს ისე, რომ აი მთავარი არის გამრავლება, ხო? მთავარი არის შვილები ყავდეს და ეხლა მომავალი ცხოვრებები არ არსებობს, ხო? ეს რელიგიაც ესე ამბობს და ფსიქოლოგიაც. შესაბამისად, მაგ ლოგიკით გვიჭირს ჩვენ დავინახოთ რაღაცა ის რომ გამოსწორდა კარმა, ხო? ვერ ვხედავთ მაგას. მაგრამ კარმული ასტროლოგიით მაგას ვხედავთ თუ ჩვენ ერთ ცხოვრებას აღვიქვამთ როგორც ერთი დღე ჩვენი სულისთვის და ძალიან ბევრი დიდი გზა გვაქვს და ჩვენი სული წინა ცხოვრებას უყურებს როგორც ერთ დღეს, ერთ დღეში განცდილ მძაფრ ემოციებს, ან წარმატებას, ან ამ შემდეგ. კარმული ასტროლოგია რა სიტყვის, რატომ მოვედი ამ ველში, სადაც ეს არ უნდა ჩამომყალიბებოდა. რა გავაკეთე ისეთი, რომ მე ამ ოჯახში მოვედი, სადაც ელემენტარული შეიძლებოდა არ მქონდა და როცა სხვას აქვს. აი ეს მომენტები ხო კარმულ ასტროლოგიაში აუცილებლად გაგვიყვანს. და მან შემდეგ იცით რას ვნახავთ, რომ დედასაც არ ქონდა ეს, იმის დედასაც არ ქონდა, იმის დედასაც და თან შეიძლება ეს იყოს ძალიან ცუდი ფორმითაც, რომ იმიტომ არ ქონდა, რომ ეგოისტი იყო და ამ შემდეგ მიწიერად რო დავახასიათოთ, მაგრამ სულიერ დონეზე რო დავახასიათოთ, ის იყო ძალიან ტრავმირებული სულიერად ადამიანი. ანუ აქ მიშევდივართ, რატომ მოვედი იმ ოჯახში, სადაც ჩემი ემოციები, ჩემი სურვილები ვერ დაკმაყოფილდება.